კიდევ ერთხელ მოგესალმებით პოსტივის საინფორმაციო სამსახური აგრძელებს თქვენთვის მუშაობას მე ლევან წუწუნავა ვარ. თავისუფლების მოედანზე დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი მთავარი ღონისძიებისთვის გენერალური რეპეტიცია მიმდინარეობს. მზადებას თავდაცვის ძალების პირადი შემადგენლობის გარდა წვევამდელებიც გადიან, რომლებიც 26 მაისს საზეიმო ვითარებაში სამხედრო ფიცს დადებენ და თავდაცვის ძალებს შეუერთდებიან. თბილისის გარდა წვევამდელები ფიცს დადებენ საქართველოს 12 ისტორიულ ადგილას. ფიცის დადებისა და საზეიმო ღონისძიების დასასრულს საჰაერო თავდაცვისა და ავიაციის სარდლობის საფრენი აპარატები გადაიფრენენ. როგორ ემზადება ქვეყანა დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად თავისუფლების მოედნიდან პირდაპირ ეთერში თეკლა ბესტავაშვილი გვიერთდება. თეკლა, გისმენთ. საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები შეიძლება ითქვას, რომ ფინალურ ეტაპზეა. ამ წუთებში დედაქალაქის მთავარ მოედანზე განსაკუთრებული ატმოსფერო იგრძნობა. თავდაცვის ძალები და წვევამდელები ხვალინდელი მნიშვნელოვანი დღისთვის ემზადებიან. 26 მაისი არ არის მხოლოდ თარიღი, ეს არის სიყვარულის, თავისუფლების, ერთიანობის, სამშობლოს ერთგულების სიმბოლო. სწორედ ამიტომ ხვალ 600-მდე წვევამდელი სამშობლოს ერთგულებისთვის დადებს ფიცს, რის შედეგადაც უკვე თავდაცვის ძალებს ოფიციალურად შეუერთდებიან. ფიცის დადების ცერემონია, როგორც იცით, ხვალ არა მარტო თბილისში, არამედ ქვეყნის მასშტაბით კიდევ 12 ისტორიულ მხარეში გაიმართება. თითოეული დეტალი უკვე დაზუსტდება, როგორც პირად შემადგენლობასთან დაკავშირებით, ისე ტექნიკის განლაგებასთან დაკავშირებით. ხვალ 11 საათზე დაიწყება უკვე ამ გეგმის აღსრულება და თითოეულ ჩვენს მოქალაქეს ექნება იმის შესაძლებლობა, რომ მოვიდეს დანახოს ჩვენს მიერ დაგეგმილი 26 მაისის ღონისძიება, სადაც გამოფენილი იქნება ჩვენს თავდაცვის ძალებში არსებული შეიარაღება და ტექნიკა, ასევე აღჭურვილობა, ასევე გვექნება საქართველოს 12 რეგიონში გამოფენა და თითოეულ მოქალაქეს ექნება შესაძლებლობა მივიდეს და თავის თვალით ნახოს ეს ყველაფერი. წლევანდელი დამოუკიდებლობის დღე არის განსაკუთრებული, რადგან 1700 წელია უკვე რწმენა გვაძლიერებს, სიყვარული გვაერთიანებს. შესაბამისად, სწორედ ეს არის წლევანდელი დამოუკიდებლობის დღის მთავარი კონცეფციაც და გზავნილიც. გარდა ოფიციალური ნაწილისა, ხვალ ქვეყნის მასშტაბით არაერთი კულტურული, საგანმანათლებლო და შემეცნებითი აქტივობები იქნება. უკვე დღის ბოლოს კი 17 საათსა და 10 წუთზე საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების დროს მთელი ქვეყნის მასშტაბით სახელმწიფო ჰიმნი შესრულდება. მადლობა თეკლა ბესტავაშვილი საუბრობდა პირდაპირ ეთერში. დამოუკიდებლობის დღე წელს განსაკუთრებული კონცეფციით აღინიშნება და ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილეს ეძღვნება. მთავრობის კულტურის სამინისტროსა და დედაქალაქის მერიის ორგანიზებით ორბელიანის მოედანსა და ალექსანდრეს ბაღში მრავალფეროვანი კულტურული, სპორტული გასართობი და საბავშვო ღონისძიებებია დაგეგმილი. აქტივობები 12 საათიდან დაიწყება, ადგილზე მოწყობილი იქნება თემატური ინსტალაციები, საბავშვო სივრცეები და ფოტოზონა. გაიმართება სამეწარმეო გამოფენა გაყიდვაც. დღის ბოლოს კი სადღესასწაულო პროგრამა გალა კონცერტით დასრულდება, რომელიც პრეზიდენტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე სპეციალურად მოწყობილ სცენაზე 20 საათზე დაიწყება. დღე დატვირთული იქნება მრავალფეროვანი აქტივობებით, განსაკუთრებით მინდა გამოვყო თბილისის მერიის ნაწილი, წელს არის არაჩვეულებრივი სამეწარმეო გამოფენა, სადაც ქართველი არტისტები უნიკალურ ნივთებს გამოიტანენ და თან რეალიზება მოხდება და ასევე სხვადასხვა საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან სპეციალურად 26 მაისისთვის შექმნილი მენიუებით გვესტუმრებიან შეფმზარეულები და საოცარ არაჩვეულებრივ ქართულ სამზარეულოს შემოგთავაზებენ. დღის განმავლობაში, რა თქმა უნდა, დაგეგმილი იქნება სხვადასხვა სანახაობა, ასევე სივრცეში განთავსებული იქნება თემატური ინსტალაციები და დეკორაციები. დღის ბოლოს დააგვირგვინებს გალა კონცერტი. დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებთან დაკავშირებით თბილისის ცენტრში საავტომობილო გადაადგილებაზე შეზღუდვებია დაწესებული. 27 მაისის დილის 8 საათამდე მოძრაობა აკრძალულია რუსთაველის გამზირზე თავისუფლების მოედნის მიმართულებით სურაბ ჭიჭინაძის ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში. აღნიშნულ პერიოდში რუსთაველის გამზირიდან მომავალი ავტომობილები გია ჭანტურიას ქუჩამდე შეძლებენ გადაადგილებას, საიდანაც მარცხნივ მოხვევით ჭანტურიასა და ვირსალაძის ქუჩების გავლით მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მოხვდებიან და ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩას დაუკავშირდებიან. ამასთანავე 28 მაისის ჩათვლით ტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდული იქნება მშრალი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე იტალიისა და ათონელის ქუჩებზე.
აჭარის რეგიონში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებებისთვის მზადება გრძელდება. ხვალ 17 საათსა და 10 წუთზე საქართველოს ყველა დიდი ქალაქის მსგავსად რეგიონის 6 მუნიციპალიტეტში საზეიმოდ შესრულდება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი. სხვადასხვა აქტივობაა დაგეგმილი ბათუმში, ქობულეთში, ხულოში, შუახევში, ქედასა და ხელვაჩაურში. ბათუმში დღესასწაულის აღნიშვნა ურსას კონცერტით დასრულდება. ხულოს მუნიციპალიტეტში 26 მაისის სადმე მიძღვნილ ღონისძიებისთვის სამზადისი აქტიურად მიმდინარეობს. 26 მაისს 12 საათზე დაიწყება ღონისძიება, იქნება კულტურული თუ სპორტული ღონისძიებები, ხოლო 17 საათსა და 10 წუთზე აჟღერდება საქართველოს ჰიმნი. ყველას ვეპატიჟებით. აქტიურად დავიწყეთ დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებისათვის სამზადისი. ღონისძიება იქნება მრავალფეროვანი, როგორც კულტურული, ასევე სპორტული და საბავშვო აქტივობებით დატვირთული. ეს ღონისძიება გამორჩეულია იმითაც, რომ 1700 წელი სრულდება მიმდინარე წელს ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებასთან დაკავშირებით. დილის 11 საათიდან დაიწყება ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე ღონისძიებები. ღონისძიებები მოიცავს როგორც ხელნაკეთი ნივთების გამოფენა გაყიდვას, ასევე რა თქმა უნდა სხვადასხვა სივრცეებს. რაც შეეხება ღონისძიებების ციკლს, დაიწყება 6-ის 10 წუთზე, შესრულდება საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ჰიმნი, შეასრულებს სხვადასხვა სოლისტები, სხვადასხვა სიმღერებს, ფოლკლორული ანსამბლები. ევროკომისიამ საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გააუმჯობესა. ანგარიშის მიხედვით ქვეყანაში წელს ეკონომიკური ზრდა 5.5%-ს მიაღწევს. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის გავლენა საქართველოზე სავარაუდოდ შედარებით შეზღუდული იქნება და ძირითადად ელექტრომატარებლების ფასების ზრდით აისახება. მოსალოდნელია, რომ ზრდის მთავარი მამოძრავებელი სექტორები მომსახურების შემდეგი სფეროები იქნება. ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები, განათლება და ტურიზმი. რაც შეეხება ინფლაციას, ანგარიშის თანახმად 2026 წელს მისი შედარებით მაღალ დონეზე შენარჩუნება საწვავისა და სხვა ელექტრომატარებლების ფასების ზრდით იქნება განპირობებული, ხოლო 2027 წელს ეტაპობრივად შემცირდება და მიზნობრივ 3%-იან მაჩვენებელს მიუახლოვდება. ევროკომისიის ანგარიშში ასევე ხაზგასმულია საქართველოს მთავრობის მიერ 500 მილიონი დოლარის ოდენობის ევროობლიგაციების წარმატებული გამოშვება. ანგარიშში ასევე მიმოხილულია გასული წლის ტენდენციები და აღნიშნულია, რომ გლობალური კონფლიქტების გავლენით მსოფლიო მასშტაბით ეკონომიკები შენელდა, თუმცა საქართველოში 2025 წელს ძლიერი ეკონომიკური ზრდა შენარჩუნდა. საქართველოს წინააღმდეგ მიმართული უცხოეთიდან დაფინანსებული კამპანია მმართველი გუნდი ნაციონალური მოძრაობის ყოფილი წევრის გიორგი კანდელაკის კვლევაზე დაყრდნობით გამოქვეყნებულ სტატიას ეხმაურება. ამერიკული გამოცემა საქართველოში ირანული გავლენების ზრდაზე წერს და გიორგი კანდელაკთან ერთად ჯო ვილსონის მოსაზრებებს ეყრდნობა. სახელმწიფო პარტიის განმარტებით მსგავსი კამპანიების მიზანს საქართველო-ამერიკის ურთიერთობების გადატვირთვის პროცესის დაზიანება წარმოადგენს. ეს არის ფაქტიურად საქართველოს წინააღმდეგ გამოცხადებული მტრობა, იმიტომ რომ მსგავსი რაიმე ფაქტის არსებობა საქართველოში არ არსებობს და მისი მიზანი არის ქვეყნის რეპუტაციის შელახვა, რა თქმა უნდა, განწყვეტება იმ პროცესების ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის. ეს არის მიზანმიმართული პროვოკაცია. ყოველთვის აფიქსირებდნენ შეერთებულ შტატებში, ევროპაში თუ როგორ არ უნდოდა რომ თავის ქვეყანა წარმატებული გამოჩენილიყო როდესღაც სულ რაღაც თავის სტატიები, დაფინანსებული სტატიებით გამოირჩეოდა. ახლა ჯო ვილსონთან ჩავიდა და მისი ზედამხედველობის ქვეშ გააკეთეს ეს სტატია, ხო? მარტივი შესაძლებელია, რომ აგენტურა ჩვეულებრივად იმართება იქიდან და მასში ისინი ფულს იღებენ, ანუ დახელფასებულები არიან. თვითონ აღარ სჭირდა ასეც ამობენ. უბრალოდ ავალებენ თანხას უხდიან თუ ისე ავალებენ, ავად მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ ფაქტია რომ ავალებენ. უკვე მე რამდენი წრეზე მიდიან. რატომ? იმიტომ რომ როგორღაც ამერიკა-საქართველოს ურთიერთობის დაალაგების პროცესი ამათთვის ახლა არის კოშმარი და როდესაც ჩვენ საუბრობთ, რომ აი რატომ არის საჭირო მაგალითად შინაგან საქმეთა სამინისტროში ისეთი მათ შორის ისეთი სამმართველოს ან უწყების შექმნა, რომ ასეთი ტიპის ბრალდებებს თუ საკუთარი ქვეყნის მიმართ მუქარებს რაღაცნაირად პრევენციას გაუკეთებს, აი ერთ-ერთი ეს არის. საზოგადოებაში დაპირისპირების შემოტანისა და დესტაბილიზაციის მორიგი მცდელობა. ასე აფასებს საპარლამენტო უმრავლესობა ეგრეთ წოდებული ოპოზიციური ალიანსის მიერ 26 მაისს დაგეგმილ აქციას. როგორც სახელმწიფო გუნდში აცხადებენ, ერთმანეთში დაპირისპირებული პარტიების მიზანს ექსტრემიზმის ახალისება წარმოადგენს.
ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ გარედან დაწერილი სცენარი კრახისთვის არის განწირული და ეს თავად ხელისუფლების ოპონენტებმაც იციან. მმართველი გუნდის განმარტებით სახელმწიფო მოწოდების სიმაღლეზეა და ყველა კანონდარღვევას შესაბამისი პასუხი გაიცემა. არსებობს ეგეთი ექსტრემისტული ძალა, რომელიც საქართველოში დაპირისპირებების და ზოგადად დესტაბილიზაციის მოწყობას გეგმავს. ეს არის შეთქმულთა ჯგუფი. ყველაფერი კეთდება იმ მიზეზით, რაც ადრე არაერთხელ ვიხილეთ. არშემდგარი რევოლუციის შემდეგ საჭიროა ეს ექსტრემიზმის ჩამქრალი ნაკვერცხალის გაღვივება. ისინი 4 ოქტომბრის შემდეგ მიძინებულ ფორმატში იყვნენ და რა თქმა უნდა ახლა გაიღვიძეს 26 მაისთან დაკავშირებით, რადგან ისინი კვლავ დაფინანსებული არიან და თავიანთ პატრონებს უნდა უთხრან, რომ ისინი ჯერ კიდევ ცოცხლები არიან. მათი სურვილია, რა თქმა უნდა, რომ დაუპირისპირდნენ სახელმწიფოს და სახელმწიფო სტრუქტურებს, გამოიწვიონ არეულობა, ქაოსი, ისე როგორც მათ ჩვევიათ, მაგრამ სახელმწიფო არის თავის ადგილზე, ყველა ასეთ დამოკიდებულებას აღკვეთავს სახელმწიფო. პროექტ ეკო ჯორჯიას ფარგლებში ეროვნული სატყეო სააგენტოს ინიციატივით გურიის რეგიონში სოფელ სურებში 9 კილომეტრამდე მონაკვეთზე სატყეო სამეურნეო გზები აღდგა. გავს რეაბილიტაციას ეროვნული სატყეო სააგენტო მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს, რაც ხელს შეუწყობს სატყეო სამეურნეო ღონისძიებების ეფექტიანად განხორციელებას, ასევე საჭიროების შემთხვევაში ხანძარ საწინააღმდეგო ღონისძიებებს. ეროვნული სატყეო სააგენტოს ინიციატივით სატყეო გზების მოწყობა რეაბილიტაციის პროექტები ქვეყნის მასშტაბით 168 კილომეტრზე განხორციელდება. გურიაში სოფელ სურებში 9 კილომეტრის სატყეო გზის რეაბილიტაცია განხორციელდა თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. მნიშვნელოვანია სატყეო გზების მოწყობა რეაბილიტაცია ქვეყნის მასშტაბით, რაც ხელს უწყობს ღონისძიებების შეუფერხებლად განხორციელებას, მათ შორის მნიშვნელოვანია ხანძარსაწინააღმდეგო პრევენციისათვისაც და მიმდინარე წელს ეროვნული სატყეო სააგენტო ქვეყნის მასშტაბით 168 კილომეტრ გზის მოწყობა რეაბილიტაციას განახორციელებს. ამ წუთებში ბლოკჩეინ კომპანია ტეზერის საინვესტიციო პროექტის პრეზენტაცია იწყება, ღონისძიებას პირდაპირ ეთერში გთავაზობთ. რა თქმა უნდა ძალიან გამორჩეულ ბლოკჩეინ ტექნოლოგიებზე დაფუძნებულ